ესაია წინასწარმეტყველის წიგნი. მეცხრე თავი. ბნელში მოარულმა ხალხმა იხილა დიდი სინათლე. ნათელი გამოუბრწყინდათ, წყდიადის ქვეყანაში მცხოვრებთ. შენ მიეცი მათ დიდი სიხარული, უძღვენი დიდი მხიარულება. ხარობენ ისინი შენს წინაშე, როგორც ხიარულობენ მოსავლის აღებისას, როგორც ილხენენ ნადავლის გაყოფისას. უღელი მისი ტანჯვისა, ტვირთი მათ მხრებს რომ აწვა. სახრე ზედამხედველისა ეს ყველაფერი შენ შემოსრე, როგორც მიდიანის დღეს. რადგან ბრძოლაში ნატარები ყოველი ფეხსაცმელი ხმაურით რომ დააბიჯებდა და სისხლი დასრული მუნდირი ცეცხლის კერძი გახდება. რადგან ყრმა შეგვეძინა, ძე გვებოძა და მის მხრებზეა ძალაუფლება და უწოდებენ მას სახელად საკვირველ მოქმედს, ძლევამოსილ ღმერთს, საუკუნო მამას, შვიდობის მეუფეს. მისი მტკიცე ხელმწიფება და კეთილდღეობა არ დასრულდება. ის დააფუძნებს და გაამყარებს დავითის ტახტსა და სამეფოს სამართლიანობითა და ჭეშმარიტებით, ამიერიდან და სამარადისოდ. ცაბაოთ უფლის შური იზამს ამას. ეს არის უფლის სიტყვა. ვილოცოთ. ღმერთო მოწყალეო და დიდებულო, მადლობას გწირავთ შენი სიტყვისთვის, რომელშიც გვიცხადებ შენს საიდუმლოებებს. შენი სულის მადლით მოგვეცი შემძლეობა, რათა ჩავწვდეთ შენი სიტყვის ჭეშმარიტებას. მოგვანიჭე, რათა ვერ წმუნდოთ მთელი გულით შენზეს, იესო ქრისტეს და ამ რწმენით დავიმკვიდროთ საუკუნო სიცოცხლე. იესო ქრისტეს მიერ გევედრებით. ამინ. ამ წელს ჩვენი საკრებულო 30-ე ჯერ ხდება შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. 30-ე წელს. ბევრი ვინც გვიყვარს, ვინც ჩვენთან ერთად ზეიმობდა, დღეს აქ აღარ იმყოფება. ვფიქრობ, რომ აქ რომ ყოფილიყვნენ, ძალიან გაუხარდებოდათ კვლავ ერთობლივი ზეიმი. მიუხედავად იმისა, რომ შეუერთდნენ ქრისტეს შობის მარადიული ზეიმის სამეფოს. 30-ე წელია ჩვენ ვიმეორებთ ერთ და იმავეს. ვკითხულობთ ერთ და იმავე ტექსტებს. 30 წელია ჩვენ ვილოცავთ ერთმანეთს და ვახარებთ ქრისტე იშვა. რა სიხარულია, ან რა ზეიმია, ან რა მილოცვა ქრისტეს შობაში. ერთი ასეთი კითხვა მინდა დავსვა წაკითხული ტექსტიდან. ვისზე ლაპარაკობს წინასწარმეტყველი? ვის გულისხმობს, როდესაც ამბობს, რადგან ყრმა შეგვეძინა, ძე გვებოძა და მის მხრებზეა ძალაუფლება. და უწოდებენ მას სახელად საკვირველ მრჩეველს, ძლევამოსილ ღმერთს, საუკუნო მამას, მშვიდობის მეუფეს. ვისზე საუბრობს წინასწარმეტყველი? ნეტარი იერონიმე, ეკლესიის ერთ-ერთი დიდი მამა, ამბობს ესაია წინასწარმეტყველზე. ესაია გადმოსცემს ქრისტეს ყველა საიდუმლოს, ისე ცხადად ამბობს ეკლესიის მამა, რომ
თითქოს საუბრობს იმაზე, რაც უკვე მოხდა. ესაია წინასწარმეტყველი არის ყველაზე უფრო მეტად ცნობილი, როგორც ახალი აღთქმის სიხარულის მაუწყებელი წინასწარმეტყველი. მას საეკლესიო ტრადიციაში უწოდებენ მახარობელს. მახარობელს. თუ მოსეს უწოდებენ რჯულის დამდებს, რჯულმდებელს, ესაიას მახარობელს. და ამის მიზეზი სწორედ არის ის წინასწარმეტყველება, რომელიც თქვენ დღეს მოისმინეთ. და არა მარტო ეს. როგორც ნეტარი იერონიმი ამბობს, ქრისტეს ყველა საიდუმლოს გადმოსცემს. ესაია ლაპარაკობს ქრისტეს შობაზე, ლაპარაკობს მის ცხოვრებაზე, მის მსახურებაზე, ჯვარცმაზე, მის მეფობაზე. ეკლესიის მამის სიტყვებით ის ქრისტეს ყველა საიდუმლოებას აშკარად გადმოსცემს. თანაც როგორ? ლაპარაკობს ისე ამ ყველაფერზე, თითქოს მომხდარი იყოს ის, რაზეც ლაპარაკობს. კი არ ამბობს ყრმა შეგვეძინება, ძე გვებოძება, მის მხრებზე იქნება ძალაუფლება. ის ამბობს შეგვეძინა უკვე. ძე გვებოძა უკვე. ეს არის ეგრეთ წოდებული წინასწარმეტყველური წარსული. როდესაც ლაპარაკია მომავალზე წარსული დროით. სიამდვილეში ლაპარაკობს მომავალ დროებზე, მაგრამ ისე თითქოს ეს ყველაფერი უკვე მოხდა. არადა ის ცხოვრობდა აი ამ სიტყვების აღსრულებამდე დაახლოებით 800 წლის წინათ. წარმოგიდგენიათ? 800 წლის წინათ. ის ცხოვრობდა ქრისტეს შობამდე მე-7 საუკუნეებში. აი ამ სიტყვების ავტორი. ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ეს დიდი სიხარული და წინასწარმეტყველის საშუალებით გვაუწყა. ამიტომაც გადაიქცა ამ სიტყვების ავტორი ესაია წინასწარმეტყველი ძველი აღთქმის მახარებლად. ის გვახარებს და გვეუბნება ქრისტეს შესახებ. პასუხი ჩემ მიერ დასმულ შეკითხვაზე, ვის შესახებ ლაპარაკობს წინასწარმეტყველი, ყველასათვის ცხადია და აშკარაა. ის ლაპარაკობს მესიაზე, მესიის შობაზე. სამი რამ მინდა გაგიზიაროთ ამ წინასწარმეტყველებიდან. პირველი, ესაია ლაპარაკობს მესიაზე როგორც ყრმაზე. მეორე, ის ლაპარაკობს ყრმაზე, რომელიც მოგვეცა, გვებოძა. და მესამე, ის ლაპარაკობს ყრმაზე, რომელიც არის ძლევამოსილი ღმერთი. სამი რამ მესიის შესახებ. ის არის ყრმა, ის არის მოცემული ყრმა და ის არის ღვთაებრივი ყრმა. სწორედ აი ამ ყრმის დაბადებას აღვნიშნავთ და ვზეიმობთ ჩვენს გულებში დღეს. პირველი, კაცობრიობის ისტორიაში მხოლოდ ორი ადამიანი არსებობს, რომლებიც ისე მოევლინნენ ქვეყნიერებას, რომ არ იცოდნენ რა იყო ჩასახვა, დაბადება, ბავშვობა, ყრმობა. ვინდა ვინ იყვნენ ეს ადამიანები? ადამი და ევა. შეეძლო თუ არა მესიას მოსვლა ისევე როგორც შეიქმნენ ადამი და ევა, ანუ ზრდასრული ასაკის კაცად, ადამიანად. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ღმერთ შეეძლო ხორცი შეესხა საკუთარი თავისთვის. ოღონ ხორცი არა ყრმისა, ბავშვისა, ჩანასახისა, არამედ ზრდასრულისა, მაგრამ ის მოგვევლინა ბავშვის სახით. დღეს ჩვენ ვზოიმობთ ყრმის გაჩენას, ბავშვის გაჩენას და არა სრულ ასაკოვანი, სრული ასაკის ადამიანის მოვლინებას
შექმნას ამ ქვეყნად. ჩვენ აღვნიშნავთ ღვთის როგორც ყრმის და ბავშვის მოვლენებას. ებრაულ ტექსტში, ან ორიგინალურ ტექსტში ჩვენ ორ სიტყვას ვხვდებით. ილედ ყრმა, ბავშვი, ძუძუმწოვარი, თოთო და ბენ, ანუ ძე. ღმერთი მოგვევლინა როგორც ბავშვი რის საჩვენებლად. რატომ გადაწყვიტა მან ბავშვად, ყრმად, შვილად გამხდარიყო? ადამიანურ ასაკში ყველაზე დაუცველი, სუსტი და მოწყვლადი რომელ ასაკშია პიროვნება? ბავშვობის, შვილობის ასაკში. შეიძლება ვინმე თქვას, რომ აი ხანდაზმულებიც მოწყვლადია, მაგრამ არსებობს ჯანმაგარი და ჯანმრთელი ხანდაზმულები. ბუნებრივ მდგომარეობაში ადამიანი ყველაზე დაუცველი, ყველაზე უსუსური, ყველაზე სუსტი არის ბავშვობის დროს. ყოვლადწლიერი ღმერთი მოგვევლინა ბავშვის სახით, როგორც სუსტი, როგორც უძლური, როგორც მოწყვლადი. როგორც ის, ვინც საჭიროებდა ზრუნვას, მშობლებს, დედას, მამობილს, გამზრდელს, ოჯახს, კერას, სახლს. ეს არის დიდი საიდუმლო, როგორც წმინდა პავლე მოციქული ამბობს, დიდია განკაცების, განხორციელების, ხორცშესხმის საიდუმლო. დიდია. ღმერთი მოგვევლინა როგორც უსუსტესი, უძლურესი. ღმერთი მოგვევლინა ეს საოცრება, ეს მართლა საიდუმლოა, როგორც ნეტარმა იერონიმემ თქვა, ეს ქრისტეს პიროვნების საიდუმლოა. ის მოგვევლინა როგორც სუსტი, უსუსური, რომელსაც ჭირდებოდა ზრუნვა, რომელსაც ჭირდებოდა გამოკვება, გადარჩენაც. დიახ, გადარჩენაც. იმიტომ რომ, როდესაც ჰეროდემ ამ ბოროტმა მეფემ გადაწყვიტა მისი მოკლა, მშობლებმა, მიწიერმა მშობლებმა, ისინი იძულებულები იყვნენ ანგელოზის გამოცხადებით, გააქციეს, იძულებით ემიგრაციაში წავიდნენ, რათა გადაერჩინათ. გვესმის, რას ნიშნავს გადაერჩინათ ღმერთი? ვისგან? ჰეროდესგან? ის, რომელმაც შექმნათ სადა სამყარო, რომელიც მართავს, განაგებს, რომელიც არის ხელმწიფე, რომელიც წინასწარ ირჩევს, რომელიც ნება ყოველთვის სრულდება, რომლის განგება ყველაფერს მართავს, რომლის განგებულების გარეშე ჩიტიც არ ვარდება, თმაც არ იკარგება, არაფერი არ ხდება და ისინი მირბიან. არა, არ შემეშალა სიტყვა, გაიქცნენ. დიახ, გაიქცნენ. ეს იყო გაქცევა. ანგელოზმა უთხრა, რომ სასწრაფოდ წასულიყვნენ და გადაერჩინათ ყრმა. იმიტომ რომ ყრმა სჭირდება ზრუნვა, პატრონობა, ამიტომ არის ყველაზე დიდი ბოროტება ბავშვისადმი, ყრმისადმი, ძალადობრივი მოქცევა, მიტოვება, უზრუნველად დატოვება. ბავშვის მიმართ ჩადენილი დანაშაული ყველაზე სასტიკია, ყველაზე ულმობელია. იქნება ეს ბავშვი დედის საშოში თუ იქნება დაბადებული. ამიტომ არის აბორტი, უსაძაგლესი მკვლელობა, როდესაც კლავ უნაროს, სუსტს. მას ვისაც არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. ერთადერთი მცველი, ვინც ყავს მას, ეს არის დედა და ის გარემო, საშო, სადაც იმყოფება. და როდესაც მკვლელის იარაღი აღწევს იქ, ეს არის არა უბრალოდ მკვლელობა, არამედ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. მკვლელობა უსუსტესი პიროვნების მიმართ. რატომ მოგვევლინა ღმერთი ყრმა? დავფიქრდეთ დღეს შობის ღამეს ამ საიდუმლოებაზე. ღმერთი გახდა სუსტი, რათა ჩვენ სუსტები გახვდეთ ძლიერები.
აი ამ სისუსტის აპოგეა, ამ სისუსტის ევერესტი არის იესო ქრისტეს ჯვარი. დაბადებიდანვე ქრისტე განწერული იყო ჯვარსაცმელად. ეს იყო განგება. ის დაიბადა, მარიამა ტილოებში შეახვია, ისევე როგორც იესო შეახვიეს ტილოებში სახარების დასასრულს, ოღონდ მკვდარი იესო. სიცოცხლე გამოცლილი იესოც შეახვიეს ტილოებში და მახარობელი განგებ იყენებს აი ამ სიტყვებს ტილოები დასაწყისში შობის დროს და ტილოები დასასრულს, როდესაც მან სული ამოუშვა. თითოეული ჩვენგანისთვის. ეს იყო მისი ხვედრი, ეს იყო მისი დანიშნულება. წმინდა პავლე მოციქული მეორე წერილში, მეორე ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ ბრძანებს, რომ ქრისტე უძლურებაში მოკვდა ჯვარზე, მაგრამ აღდგა ღვთის ძალით, რათა ჩვენ უძლურები მასში ვიყოთ ცოცხალნი და ძლიერნი. ცოდვის გამო ადამიანი გახდა დაუცველი, უსუსური და ემსგავსა ამ თვალსაზრისით ბავშვს, რომელსაც სჭირდება ხელმძღვანელობა, რომელსაც სჭირდება მუდმივი ზრუნვა, შეგონება, სითბო, სიყვარული, ადამიანი ჩვენ თითოეული შეცოდების შედეგად, დიდი კატასტროფის შედეგად, რომელიც 60-ში მოხდა. გადავიქეცით უსუსტეს არსებებად, უძლურეს არსებებად, მოკვდავ არსებებად. ჩვენში გაჩნდა ახალი კანონი, რომელსაც ქვია ცოდვისა და სიკვდილის კანონი. და ვერც ერთი ხორციელი ვერ გაექცევა ამ კანონს. ადამიანი მოწყვლადია დაავადებების მიმართ. მოწყვლადია სხვადასხვა კატაკლიზმების მიმართ, კატასტროფების მიმართ. უსუსტესი არსებაა ის. გნებავთ ფიზიკურად, მორალურად, სულიერად. ძლიერი ღმერთი ხდება სუსტი და ყრმა, ჩვილი, იმისათვის რომ ჩვენ სუსტები გავხდეთ მასში ძლიერები. იმისათვის რომ მასში ჩვენი სიკვდილი იყოს დადგუნული და გამარჯვებული. მე დასაწყისში ვთქვი, რა არის შობის სიხარული? სწორედ ეს არის, ღმერთი გახდა სუსტი, უსუსური ყრმა, იმისათვის რომ ჩვენ უსუსურები გავხდეთ მასში გადარჩენილები, ძლიერები, განკურნებულები. ახალი სხეულებით შემოსილები აღდგომის ჟამს. მეორე, რასაც ვიგებთ აი ამ ტექსტიდან, არის ის, რომ ყრმა ჩვენ შეგვეძინა და გვებოცა. ერთი წუთით რა უცნაური გამოთქვა, შეგვეძინა. ნუ თუ მართლა შეგვეძინა. შემეძინა მე ჩემი შვილები, შეგეძინა თქვენ თქვენი შვილები. ვის შეეძინა? განა წმინდა ქალწულს არ შეეძინა და მის ოჯახს, თუნდაც ისრაელს არ შეეძინა, რატომ წერია შეგვეძინა? აღარ ვლაპარაკობ უკვე წინასწარმეტყველურ წარსულზე, რომ მოხდა ეს 800 წლის წინ ამბობს სიტყვებს, რომლებიც უკვე მოხდა მის ნათქვამში. ჩვენ გვებოძა. თუ მარიამს ებოძა, იოსებს ებოძა, ისრაელს ებოძა, იმ თაობას ებოძა, მოციქულებს ებოძა. აქ წერია ჩვენ გვებოძა, ჩვენ შეგვეძინა. ეს არის მეორე, რაც მინდა გაგიზიაროთ ამ ყრმის შესახებ. ეს არ არის ყრმა დაბადებული თავისთვის, ან დაბადებული მარტო წმინდა ქალწულისთვის, იოსებისთვის. მხოლოდ მისი თაობისთვის, ერთი ერისთვის. ის არის დაბადებული ყველასთვის. ანგელოსებმა აუწყეს მწყემსებს, ეს არის სიხარული, რომელიც ყველასი იქნება. ის ყველას შეგვეძინა, ის ყველას გვებოძა. ეკლესიის ერთ-ერთი დიდი მამა წმინდა ამბროსი მედიოლანელი წერს თხზულება სახელწოდებით სული წმიდის შესახებ. ძალიან საინტერესო
აზრს გადმოსცემს აი ამ ტექსტის განმარტებისას. ამ თხზულებაში ისწორედ ჩვენ მიერ წაკითხულ ტექსტს, კერძოდ ესაია წინასწარმეტყველის 9 თავის 6 მუხლს განმარტავს და ჩვენს ყურადღებას აქცევს სიტყვას გვებოძა. ის ამბობს, მამამ არა მარტო წარგზავნა თავისი ძე, მამამ მოგვცა თავისი ძე. შემდეგ წმინდა ამბროსი ამბობს, რომ არა მარტო მამამ მოგვცა თავისი ძე, არამედ ძემ თავად მოგვცა საკუთარი თავი. და შემდეგ ამბობს, დიდი მოწიწებით, გავბედავ, ამბობს წმინდა ამბროსი მედიოლანელი, ანუ მილანის ეპისკოპოსი. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ის სული წმიდამაც მოგვცა, ვინაიდან სულმა მოავლინა. ეს არის მისი ახსნა და მისი არგუმენტაცია. ესაა წინასწარმეტყველის წიგნში 42 თავში ვკითხულობთ, გამომგზავნა მე უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა. მესიაზეა ლაპარაკი. მაშა სადამე თუ გამოაგზავნა ის უფალმა ღმერთმა და სულმა, წმინდა ამბროსი მედიოლანელის განმარტებით, ის მოცემულია სულის მიერაცო და აკეთებს საღვთისმეტყველო დასკვნას. ეს სიტყვა გვებოძა ნიშნავს წმიდა სამების წყალობას. იმიტომ რომ წმიდა სამებამ გვიბოძა ჩვენ მესია. ეკლესიის მამის არგუმენტაცია. მამამ არა მარტო გამოგზავნა, არამედ მოგვცა. რამე თუ ისე შეიყვარა ღმერთმა წუთის სოფელი, რომ რაქნა გამოგზავნა არა, წერია გასცა, მოგვცა თავისი მხოლოდ შობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს სიცოცხლე საუკუნო. გალატელთა წერილში პირველ თავში ჩვენ ვკითხულობთ, რომ მან საკუთარი თავი რაქნა გადასცა, მისცა. ჩვენ ხედავთ, რომ შობა ეს არის დასაჩუქრების ზეი, გაცემის ზეი, საჩუქრის მიცემის ზეი. მართლაც ასეა, როდესაც უფალი იბადება აღმოსავლეთიდან, შორეული აღმოსავლეთიდან. არავინ არ იცის კონკრეტულად საიდან, მაგრამ ეკლესიურ ტრადიციაში მიღებულია, რომ შორეული მესოპოტამიიდან, ბაბილონიიდან მოვიდნენ მოგვები, აღმოსავლელები და როდესაც ისინი შეეგებნენ ჩვილ ქრისტეს, რა მოუტანეს? საჩუქრები მოუტანეს. ვის გახსოვთ, რა საჩუქრები მოუტანეს? ოქრო, გუნდრუკი და მური. არსებობს სხვადასხვა განმარტება, რატომ ოქრო, რატომ გუნდრუკი და რატომ მური. მაგრამ მინდა რომ დღეს ჩვენ დავინახოთ სწორედ ეს ელემენტი შობისა, საჩუქრის გაღება, აი ეს სიტყვა, რომელსაც დეტალურად განმარტავს წმინდა ამბროსი და ჩვენს ყურადღებას მიიპყრობს, რომ ეს არ არის ყრმა დაბადებული მარიამისთვის, დაბადებული თავისთვის, ოდესღაც მისი თაობისთვის, ეს არის ყრმა დაბადებული ჩვენთვის, ჩვენ დაგვებადა. ამიტომაც ვზეიმობთ. ის არ არის უცხო ვიღაცის სხვისი შვილი. ის ჩვენ დაგვებადა. ჩვენს ოჯახში დაიბადა, ჩვენს სახლში დაიბადა. სხვებს არ მიეცა, ჩვენ მოგვეცა. არა მარტო წმინდა ქალწულს იოსებს, მის ოჯახს, მოციქულებს, არამედ ყველას ჩვენ მოგვეცა და ვიდრე ადამიანი სუნთქავს და არსებობს ამ ქვეყანაზე, ვიდრე ქრისტე არ დაბრუნებულა, ეს სიტყვები შობისას ყოველთვის იქნება აქტუალური. იმიტომ რომ ჩვენ შეგვეძინა და ჩვენ გვებოძა. შობა ეს არის გაცემის დღე. ეს არის დასაჩუქრების, ძღვენის მირთმევის დღე. მათ მიართვეს ძღვენი, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება. ჯერ ღმერთმა თავისი საჩუქარი გაიღო ძის სახით. ხოლო შემდეგ მათ მოუტანეს საკუთარი საჩუქრები. ასე წერია, გახსნეს საკუთარი საუნჯე, მათ ესახარება მეორე თავი. გახსნეს საუნჯე და მოიტანეს ოქრო. ვინმე შეიძლება თქვას, რა შეჭირდება ბავშვ ოქრო?
გუნდრუკი რა შეჭirdება მაშინ? ან მური რა შეჭirdება? გუნდრუკს წვავენ ღვთისმსახურებისას, ღვთის წინაშე, მურს იყენებენ ცხედრისათვის, რათა მოამზადონ დასასაფლავებლად. ოქრო, რა საჭიროა ოქრო? მაგრამ მათ მოიტანეს ეს ძღვენი მის მიმართ. ყველაფერს გამოიყენებდა ქრისტეს ღარები მშობლები. დია ღარები ხას უსმა. ღარები მშობლები. გამოიყენებდა იმისათვის, რომ გადაერჩინათ ყრმა ეგვიპტეში გაქცევისთვის, შორეულ ქვეყანაში გაქცევისთვის. ჩვენ უნდა დავინახოთ ეს თანმიმდევრობა. ჯერ ის მოგვეცა, ხოლო შემდეგ ჩვენ ვაძლევთ მას, ჩვენს ძღვენს. სამწუხაროდ, შობა გადაქცეულია ოქსიმორონად. რა არის შობის ოქსიმორონი? ოქსიმორონი სიტყვა ნიშნავს ორი შეუთავსებელი, უფრო მეტად ურთიერთგამომრიცხველი ცნების დაკავშირება. როდესაც შობას ზეიმობენ შობის მიზეზის გარეშე, ეს ოქსიმორონია. როდესაც ჩვენ შობაზე ვიღებთ ფილმს, ან შობაზე ვლაპარაკობთ, ან შობის შესახებ მსჯელობთ, ან შობას ულოცავთ ერთმანეთს და იქ შობის მიზეზი, ვინც იშვა არ არის, ეს არის შეუთავსებელი, ურთიერთგამომრიცხველი რამ. წარმოგიდგენიათ, მიდიხართ დაბადების დღეზე, აღნიშნავთ დაბადების დღეს, ვის გარეშე? ანუ არ ახსენებთ საერთოდ იუბილარს. ცოტა სულელური მდგომარეობა. შევიკრიბეთ, ვიხარია, ულოცავთ და შემდეგ საკუთარ თავს ვეკითხებით, ვისი დაბადების დღეა სინამდვილეში? ვისი დაბადების დღეა? თუ ჩვენთვის შობა არის მხოლოდ და მხოლოდ ნაძვის ხე, სათამაშოები, საჩუქრები, ან კიდევ სანტა კლაუსი, ეს არის შობის ოქსიმორონი. ეს არის შობის პროფანაცია, მისი გაუფასურება, შიგთავსის ამოღება, დაგლეჯა და უსულოდ დაგდება შობისა. მაგრამ შობის სიხარული სწორედ არის ის, რომ ღმერთმა მოგვცა ჩვენ, გვიბოძა ჩვენ, ყველაზე ძვირფასი, რაც კი მას გააჩნდა. არ არსებობდა ამაზე ძვირფასი ზეცისათვის, ვიდრე იესოა. ისევ ვიმეორებ წმინდა ამბროსი მედიოლანელის საოცარ სიტყვებს. ეს მოცემა, შობის მოცემა სხვა არაფერია თუ არა წმინდა სამების წყალობაო, წმინდა სამების გულმოწყალებაო. ამიტომაც ვჩუქნით ჩვენ ერთმანეთს საჩუქრებს, იმიტომ რომ მან ყველაზე დიდი საჩუქარი მოგვცა, მოგვანიჭა. ჩვენი საჩუქრის, ჩვენი მხრიდან საჩუქრის გაღება იქნება ეს ღვთის მიმართ თუ ერთმანეთის მიმართ. ეს არის საპასუხო საჩუქარი, ისევე როგორც მოგვებმა, ვარსკვლავთ მრიცხველებმა მოუტანეს და გახსნეს საუნჯე მას შემდეგ, რაც მამამ გახსნა თავისი საუნჯე და იქიდან ამოიღო ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდა. იერემიას წიგნში ღმერთი ამბობს, რა უნდა გამეკეთებია, რა უნდა მომეცა თქვენთვის და არ მოგეცით. რა უნდა გამეკეთებია და არ გავაკეთე. გამოდით და ბრალი დამდეთ. წმინდა პავლე მოციქული რომელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს, რომ მან რომელმაც არ დაიშურა საკუთარი ძე, საკუთარ თავსაც გასცემდა მამა, მაგრამ საკუთარ თავზე ძვირფასი გასცა. ისევე როგორც ყველა მშობლისთვის შვილის სიცოცხლე უფრო მეტია, ვიდრე საკუთარი თავის სიცოცხლე. პავლე ამბობს, დიდი მოციქული, ჩვენი წმინდანი, რომ მან რომელმაც ძე არ დაიშურა, არამედ გაიმეტა, გასცა, განა მასთან ერთად ყოველივეს არ გვაჩუქებს. ეს არის შობის სიხარული. ყველა მიცით მისტერ კრუჩი. ხოსი. დასავლურ მხატვრულ ლიტერატურაში შობის სიუჟეტის ჟანრის ფუძემდებლად ითვლება ინგლისელი მწერალი ჩარლზ დიკენსი. სწორედ მან შემოიტანა შობის სიუჟეტი მწერლობაში. როდესაც მე-19 საუკუნის 50-იან წლებში
დაწერა მთელი კრებული, საშობაო მოთხრობები. იქ შეიყვანა რამოდენიმე მოთხრობა. და ერთ-ერთი მათგანი ყველასათვის ცნობილი, ყველას გაქვთ ნანახი ან წაკითხული საშობაო სიმღერა. მოთხრობა საშობაო სიმღერა, რომლის მთავარი გმირი არის მისტერ სკრუჩი. აბენეზერ სკრუჩი. ხო გახსოვთ? ზოგს გონია რომ ეს ზღაპარია, არა მეგობრებო? ჩარლზ დიკენს ზღაპარი არ დაუწერია, ეს იყო სოციალური ქადაგება. ყველას თავისი კათედრა გააჩნია, მოქადაგეს საეკლესიო კათედრა, მწერალს თავისი წიგნი და მხატვრული ლიტერატურა. ხელოსანს თავისი სახელოსნო, ყველას თავისი კათედრა აქვს. და მან დაწერა ეს მოთხრობა, როგორც სოციალური ქადაგება, მიმართა ამით ღარიბებს, მდიდრებს. შეგახსენებთ, ყველასათვის ცნობილ მისტერ სკრუჩს, რომელიც იყო ძუნწი, რომელიც იყო ანგარი და რომელიც იყო სასტიკი მევახში. და მას ეცხადება საშობაო სული. ხო გაგვახსენეთ? ის იყო ხარბი, ის იყო ანგარი, ყველაფერს გარკვეული გამორჩენით და სარგებლით აკეთებდა. და დამატებით ის იყო სასტიკი. მაგრამ შობამ შეცვალა მისი ცხოვრება. მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა თავისი კლერკის თანამშრომლის სახლთან და მოусმინა თავისი თანამშრომლის სიტყვებს, რომელსაც ბავშვი ავატყავდა. მაგრამ კარგად მოიხსენებდა უფროს, მიუხედავად ყველაფრისა. მისი გული შეძრა ამ ყველაფერმა. და ეს ხარბი, ეს ანგარი და ეს სასტიკი ადამიანი და დამატებით უჟმური ხასიათით გადაიქცა საოცრად გამცემ, კაცთმოყვარე და საოცრად ლმობიერ პიროვნებად. აი სწორედ ამას აკეთებს ეს სიტყვა, რომელზეც ვრცლად გააკეთა განმარტება წმინდა ამბროსმა, რას ნიშნავს ძეგვებოძა, ყრმა შეგვეძინა. მან იმხელა დიდი წყალობა, ძღვენი და საჩუქარი გაიღო ჩვენთვის, რომელიც საკმარისია ნებისმიერი ანგარი, ნებისმიერი ძუნწი და სასტიკი ადამიანის გულისთვის. რამდენი მისტერ სკრუჩი დადის დღეს? არა მარტო ქვეყნიერებაზე, ეკლესიაში. და მე მჯერა, რომ ეს ყრმა ხორჩესხმული ღმერთი ჩვენთვის ბოძებული შეცვლის ასეთ გულს. მესამე, რაც ჩვენ თქვით ამ წინასწარმეტყველური სიტყვიდან, ეს არის ის, რომ მესია მოვლენილი ყრმად და მოვლენილი როგორც საჩუქარი არის სინამდვილეში ძლევამოსილი ღმერთი. უამრავი ადამიანი იბადება ყოველდღიურად. უამრავი, ათასობით ადამიანი. და რა იყო განსაკუთრებული ამ ყრმაში და ამ ჩვილში, აი ამ ბავშვში? როგორ შეიძლება ჩვენ ამოვიცნოთ აი ამ თითქოს და ჩვეულებრივ ბავშვი, რომელიც გარეგნულად არაფრით არ განსხვავდება სხვა ბავშვისგან? როგორ ამოვიცნოთ მასში, როგორც აქ წერია, მის მხრებზე არის მეფური ძალაუფლება? როგორ ამოვიცნოთ მასში მეფური ძალაუფლება? როგორ დავინახოთ მასში საკვირველი მრჩეველი, ძლევამოსილი ღმერთი, საუკუნეების მამა და მშვიდობის მთავარი? როგორ? გეკითხებით, როგორ ეს შეუძლებელია? როგორც დღეს, ისევე იმ დროს უამრავი ბავშვი იბადებოდა, მაგრამ მხოლოდ ერთი ბავშვი იყო განსაკუთრებული.
მხოლოდ ერთ ბავშვზე იყო ნათქვამი, რომ მის მხრებზია, ეს არის ხატოვანი, რა თქმა უნდა, გამონათქვამი. მის მხრებზია, მის ბეჭებზია მეფური ძალაუფლების ნიშანი. შესაძლებელია ეს იყოს დიდი ჯაჭვი, ან სხვა რაიმე ნიშანი. ეს არის სუფთა იდიომატური გამონათქვამი. გადატანითი გამონათქვამი, რომელიც მიუთითებს აი ამ ბავშვის განსაკუთრებულ ხვედრზე. როგორ შეიძლება დავინახოთ მასში არა უბრალოდ მრჩეველი, არამედ საკვირველი მრჩეველი, ძლევამოსილი ღმერთი, საუკუნეების მამა, ანუ საუკუნეების დროის შემქმნელი და ჭეშმარიტი მშვიდობის მთავარი. პასუხი ასეთია, მხოლოდ და მხოლოდ რწმენის თვალებით. იმიტომ რომ რწმენა ეფუძნება გამოცხადებულ სიტყვას. რწმენას არ ჭირდება სასწაულები. ხილული, გრანდიოზული, მოსასმენი, თვალსაჩინო. რწმენისათვის საკმარისია ღვთის გამოცხადებული სიტყვა, იმიტომ რომ რწმენა იბადება მოსმენილი ღვთის სიტყვისგან. ჩვენ კვირას ვთქვით და გავიმეორებ, ქრისტეს სთხოვეს სასწაული ეჩვენებინა ზეციდან. რა იყო უფლის პასუხი? მან ღრმად ამოიოხრა, ამოიკვნესა და თქვა, მხოლოდ მრუში მოდგმა ეძებს სასწაულს და სასწაული არ მიეცემა. ჭეშმარიტ რწმენას არ ჭირდება სასწაულები, ხილული, რათა დაიჯეროს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ სჯერა სასწაულების. ჭეშმარიტ რწმენას სჯერა სასწაულების. განა ეს სასწაული არ არის, რომ სიტყვა გახდა ხორცი, რომელიც ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდა მოხდა ზეცი და ხორცნი შეისხნა. მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა. ეს არის გამოცხადება.